მის ნამუშევართა მთელ რიგ სერიებში უფრო კონკრეტიკა ჭარბობს, ზოგში მეტია აბსტრაქტირება, თუმცა იქაც ზოგიერთი ფორმა ასოციაციებსა და სახეებს ბადებს, რაც ამძაფრებს მისი სურათების პოლიფონიურ წყობას. ეს დავით ბაძაღუას შემოქმედებაა. დავით ბაძაღუა 1972 წელს აფხაზეთში გალში დაიბადა. 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა გალის საბავშვო სამხატვრო სკოლა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ თავისი ცხოვრება მთლიანად მხატვრობას, კერძოდ ფერწერას დაუკავშირა. სურათებში ალბათ გამოხატულია ჩემი ამბავი, რომელსაც მე განვიცდი, რომელსაც მე ვგრძნობ. სევდიანიც არის, მაგრამ მე ვცდილობ, რომ ფერებში ეს არ ჩანდეს და დამთვალიერებელი ამ ჩემი სევდიანი ამბავით არ შევაწუხო. იმედიანია, თუმცა თუ ჩაუღრმავდებით, ყოველთვის ჩვენ ვნახავთ ჩემ ნამუშევრებში გარკვეულ ლაქებს, წითელ ფერებშია გადაწყვეტილი, რომელიც გულისხმობს იმ სიმძიმეს, იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ დევნილობის პერიოდში. დავით ბაძაღუას მხატვრული ენის ფაქტორებიდან უპირველესად თვალშისაცემია აშკარად გამოხატული კოლორისტური ნიჭი. ლაქები, მონასმები, მასტეხინისა თუ ფუნჯის კვალი, გრძნობა, იმპროვიზაცია, სასურათო ზედაპირზე შთამბეჭდავ სახუანებას იღებს. მე იმას ვხატავ, რასაც გრძნობ, მაშინ ვხატავ, როდესაც მაქვს მოთხოვნა და გადმოვცევ ჩემს ემოციებს და ჩემს შინაგან სულიერ სამყაროს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩემთვის თემა არ არის აუცილებელი. რაც მიწიერია და რაც ადამიანის მიერ მოფიქრებულია, მგონია, რომ არ არის სრულყოფილი შემოქმედება. ამიტომ მე ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ, როდესაც დილით მეღვიძება და სურვილი მაქვს ხატვის და არ ვიცი რას დავხატავ და მოვდივარ სახელოსნოში, ვშლი საღებავებს, ტილოსთან ვდგები და ვიწყებ მუშაობას და თითქმის არასოდეს არ ვიცი რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ. როგორც მხატვარი ამბობს, ხელოვნებას ელჩის როლი შეუძლია შეასრულოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის და წლების უკან მესამე ძალის მიერ გამოწვეული კონფლიქტის მოგვარებაში კულტურას თავისი წილი აქვს. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელიც თბილისში არსებობს, ამისთვის აკეთებს ძალიან ბევრს. ცდილობს, რომ აფხაზურ მხარეს კულტურის მეშვეობით დაანახონ, რამდენად ჩვენ ერთიანი ვართ. ისტორიული ძმობა გვაკავშირებს ჩვენ ქართველები, რომლებიც დევნილები ვართ და გადახვეწილი აქეთ, მაგრამ მაინც რომ ჩვენ არა ვართ ისეთი ადამიანები, რომ წყენა გულში ჩავიდოთ და რაღაცნაირად მოვექცეთ პირიქით, ჩვენ მაინც ვეფერებით აფხაზებს, სტუმრადაც ჩამოდიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს ყველაფერი დადებითად გადაწყდება. დავით ბაძაღუას 30-მდე ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. ნოემბერში კი პერსონალურ გამოფენას გეგმავს.